გამარჯობა, დღეს ჩვენი სტუმარია თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე მოქანდაკე ლევან სალუხაძე. გამარჯობა. ლევან, სულ მინდოდა შენთან აი რაღაც ეს საკითხებზე საუბარი, რა თქმა უნდა, ვისაუბრია ბევრი და კიდევ ვისაუბროთ მომავალში, მაგრამ რაღაცნაირად ესეთ ფორმატში ალბათ უფრო სალაპარაკოც და სათქმელიც უფრო მეტად დგინდება ხოლმე და очень საინტერესოა მსგავსი ტიპის შეხვედრები შენაირ ადამიანებთან. მადლობა. ლევან, აი ესეთი კითხვა მაქვს პრინციპში, რაც ჩვენთვის არის უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ხალხურებისთვის არის უფრო მეტად საკვლევი, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ეს ეხება ქართულ ქანდაკებას. ნუ ჩვენ თუ ახლა ქანდაკებას სამგანზომილებიან ქანდაკებაზე ვსაუბრობ, რომელიც უფრო მეტად ანუ რელიეფს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში, თორე რელიეფის, ასე ვთქვათ, გამოცდილება და ტრადიცია უწყვეტად გვაქვს, შეიძლება ითქვას, არქაული პერიოდიდან ქრისტიანულ პერიოდში ტაძრებზე, მაგრამ მე ვიძახი უფრო მეტად გულისხმობ ამ შემთხვევაში, როდესაც გულისხმობ ქართულ ქანდაკებას, გულისხმობ აი იმ პერიოდს, როდესაც ასე ვთქვათ, პროფესიულ დონეზე დაიწყო საქართველოში ქანდაკების სწავლება, სამგანზომილებიანი მოცულობის სწავლება. და აი რა შეიძლება, როგორ შეიძლება გამოვყოთ აი სხვა მიმართულებებიდან, სხვა დარგებიდან და თუ შეიძლება რომ ვთქვათ, რომ ჩვენ გავამართლეთ, ასე ვთქვათ, აი ამ პროფესიის დაბადება საქართველოში. ხო, ვიცი რა, ძალიან ორიოდე სიტყვით ხა მაინც რაღაცა, რადგანაც კამერაა ჩართული. ორიოდე სიტყვით ვიტყვი იმას, რომ დიდი მადლობა რომ მომიწვიე და საერთოდ აი ამას რო აკეთებ, ამისთვის მადლობა, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა რო გავიაზროთ, ყველა არსებული რესურსით უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გადარჩეს ქანდაკება, ქართული ქანდაკება და ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი. ბრძოლა ცოტა პათეტიური ნათქვამია, მაგრამ ნუ ქანდაკებისთვის ესეთი მოძრაობა ქანდაკების გადასარჩენად. ხო და ძალიან კარგია, რომ ესეთი პოდკასტის ფორმა აქვს, სადაც შეიძლება საკუთარი აზრის დაფიქსირება და მსჯელობა და ასე შემდეგ. მაგ შეკითხვას რაც შეეხება, უდაოდ დადებითი პასუხია, იმიტომ რომ არარსებული დარგიდან, არარსებული მდგომარეობიდან გაჩნდა დარგი, რომელმაც სრულფასოვნად შეავსო საუკუნეების სიცარიელი რა. და მე მახსოვს, მეუბნებოდა ბერძენიშვილი, ჩემი მასწავლებელი, რომ ჩვენ მოგვიწიაო იმ ტიპის ქანდაკებების დადგმა ქვეყანაში, რომელიც სხვა ქვეყნებში, ტრადიციული ქანდაკების ტრადიციულ ქვეყნებში, სხვა საუკუნეებში დაიდგა ეს რაღაც მეომრის ცხენოსანი ფიგურა თუ ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან საინტერესო ფენომენია თავისთავად, იმიტომ რომ ამ დარგში, აი ამ ხელოვნების ამ მიმართულებაში ქართულმა იდენტობამ ძალიან კარგად იჩინა თავი და მე ძალიან მომწონს ის შენი აზრი და ვეთანხმები სრულიად, რომ ჩვენი თუ შეიძლება ასე თაობებად დავყოთ ეს მე-20 საუკუნის მოქანდაკეები, აი იმ შუა თაობამ, 60-იანელებმა მიაღწიეს ზუსტად იმას, რასაც გამოკვეთილად ქართული, გამოკვეთილად ცალსახად ქართული შინაარსის და ფორმის ქანდაკება შექმნეს. რომ არ აგერევა რა, არ არსებობს, რომ შეხედო ხა. ნებისმიერ გოგის იქნება ეს ოჩიაურის თუ ელგუჯა ამაშუკელის თუ მერაბ ბერძენიშვილის თუ სხვების კიდეების, თუნდაც აი შენ დაგესესხები ამაზე, შენ მელაპარაკე და შენი აზრია ეს რა, მაგრამ მე ვამბობ ამას რა. და ეს იმის ნიშანი, რომ მე შენ გეთანხმები ამაში, რომ აი თუნდაც ნოდარ თაფურია ვოიტკევიჩი
მე ასულ მოდარს ვაიტკებს ეძახი რა ხო ან თოფორიას გამოკვეთილად ქართული არ შეგეშლება რომ ეს არის ქართველი მოქანდაკე ხო ხო და ალბათ ეს არის მთავარი მიზანი უკვე ცოტა შორიდან რო შევხედოთ ხო რომ ამ დარგში ქართული ამბავი ამღერდა აჟღერდა გამოიკვეთა გამოჩნდა კი ბატონო ხო და ცირა რო შევადაროთ ხო აი მე და შენ საუბრობდით სანამ დავიწყებდი ჩაწერას რო შევადაროთ ხო ეს ქანდაკების როლი რა არის რა როლი აქვს ქართულ ქანდაკებას საქართველოსთვის და ქართველებისთვის მე-20 საუკუნეში რა ხო ეს ძალიან საინტერესო დეტალია ალბათ ხო ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ყველაზე მეტად მაფორმირებელი ანუ კულტურული და ეროვნული იდენტობის მაფორმირებელი როლი აქვს რა იმიტომ რომ აი დავუშვათ ტელევიზია, ვისაც ახსოვს ძველი ტელევიზია, საბჭოთა ტელევიზია, ხო? იმის ლოგო თუ რაღაცა რაც თავდებოდა, იყო კიდევაც დაიზდებიან რა. და ეს მონუმენტი ეხლა დგას მარნეულის შესასვლელში. ეხლაც იგივე საქმეს აკეთებს, რასაც აკეთებდა 50 წლის წინ და აი იმ ლოგოზე რო აღმოჩნდა ქართული ტელევიზიის ლოგოზე რო აღმოჩნდა კომუნისტურ პერიოდში და ეს რო იყო ზუსტად გზა იმისთვის რომ ვიღაცა მომხდური რუსი ჩინოვნიკისთვის ეს იყო დიდ საამოვნო ომში გამარჯვების მემორიალი და ჩვენთვის ყველასთვის მნახველებისთვის ეს იყო კიდევაც დაიზდებიან და იმედი და ასე შემდეგ, ხო? ხო და ხადო ხაზგასმით რომ ტელევიზიის ლოგოზე აღმოჩნდა რა, იმიტომ რომ თავისთავად დიდი ამბები მოყვა, ხო? კიდევაც დაიზდებიან ის გახსნას და ძალიან დიდი ჩართულობა იყო დღევანდელი იმით რომ ვთქვათ, ხო, საზოგადოების და დოდო აბაშიძე იყო თამადა იქ და მთელი ამბავი იქ რაღაცა გაზუსიც მოხდა რაღაცა ამათან და მთელი ამბები იყო რა ეს მოვლენა იყო და რამხელა ხმალი უჭირავთ ამ ბიჭებს და რა არის და ესენი და რაღაცა და ზოგისთვის რა საყვარელი ბიჭები არიან ზოგისთვის ეს დედა რა პირქუში და რაღაც ხო სხვადასხვა თალკან მაგრამ თავარი აზრი ინტერპრეტაციები ბევრია ინტერპრეტაციები ძალიან თავი აზრი ის იყო რომ კიდევაც დაიზდებიან ალგეც ლეკვები კლის აი ამ იდეის გადმოცემა ქართველებისთვის იყო მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი რა ანუ იმედის გაჩენა იყო რაღაც პერსპექტივის ჭრეტა საით მიდის ერი რა მიზანი გვაქვს ზოგადად რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ეს მომავალი თაობა ნიშნული აღმოჩნდა. ხო, იქ რაღაცა ხმალი რაღაცას ნიშნავს ასე. თუმცა ასეთივე თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ევგუჯას ქართლის დედა, ხო? ამაზე ხო აწყობილი იყო მთელი ამბავი ქართული კონცეფცია, რომ რაღაც ერთ თასი მეორე. სტუმარს. სწორედ აი ამაზე მივიტანეს აქცენტი საქართველოს არაკეთილმოსილმა რა ანუ დარტყმა და ანალიზი რა რომ აი რაღაცა ერთი მხრივ შაყირით მეორე მხრივ რაღაცა გარჩევით მე რაღაცა ფსიქოანალიზით და რაღაც მოკლედ რაღაცები ისქნეს რა რომ რაღაცა ხმალი არის და ხო ანუ აქ კიდე ერთხელ ხაზი გაესვა იმას რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. ახლა მე არაფერს არ ვიტყვი დაუშვათ ისეთ ქანდაკებებზე როგორც არის გოგის ეს მეომრები ხო? რაღაცა ეპოქალური ნამუშევარი იყო და იმხელა რეზონანსი მოყვა და ამ ნამუშევარმა რამდენიმე ეპოქა გამოიარა რა. თან იცხოვრა თავისებური ცხოვრებით. ხო, თავისებური ცხოვრებით ვაგის პარკიდან და ბოლოს გორში აღმოჩნდა და ძალიან დიდი ხანი იყო კიდე ლილოში.
უბრალოდ ეწყო რა და იქაც იცხოვრა თუ შეიძლება ასე იცხოვრა ხო და არადა რეალურად ეს იყო რაღაცა სახე ქართული მეომრული სულის რა როგორი ღირსებით ისვენებს და წამოდგება მე რასიზმს და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ასე აღიქვამდნენ ადამიანები რა. ასეთი ფორმა ქონდა. ეხლა ჩვენ რადგანაც მოქანდაკეები ვართ და ამ დარგის რაღაცა ღრმა სპეციფიკაში ჩაგვიხედავს და მოგვეთხოვება კიდევაც რომ ჩავიხედოთ. იქ სხვა რაღაცებს ხედავთ და სხვა რაღაცეებით ვართ მოხიბლულები. ალბათ იქ ფორმის სიმკვრივეა თუ რაღაც ხაზის დენადობა თუ და ასე შემდეგ მასალა და მთელი ამბავია იქ რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და მაღალი კულტურის გამოხატულებაა რა და პირველ შეკითხვას რო დაუბრუნდეთ სწორედ ეგ არის საინტერესო რომ როგორი ნიჭი არის და როგორი ნიჭიერება არის ამ ჩვენს ერში რომ ამ ადამიანებმა სულ რაღაც 20 წელიწადში ანუ 60-დან 80 წლამდე ასე ვხეშავთ რომ ну კაი 30 55-დან 85-მდე ну მაქსიმუმ ხო შექმნეს მთელი აი კორიანტელი დააყენეს აი ამ ქართული ქანდაკებების რა იქ რაღაცა ცალსახად ხო რა ზოგი მხედარია ზოგი ეს არის ხო ყველა მიმართულებით შეიძლება იყოს მეომარია ზოგი დედა ზოგი რა ყველა მიმართულებით მაგრამ მნიშვნელოვანი კიდე რა არის იცი ამაში რომ საზოგადოებამ მიიღო ეს ანუ თვითონ ერმაც მიიღო ეს და გაიხადა იმათ თუმცა ძალიან ბევრი ბრძოლა იყო ძალიან ბევრი პროცესში იყო აი გურამიშვილს როგორც ებრძოდნენ ხო რომ არ უნდათ რომ დაედგათ და მიუღებლობა აი საინტერესოა კიდე ამაზეც ვილაპარაკოთ ჩვენ რომ თავიდან ქანდაკება რო იდგმება ხო აქვს რადიკალური მიუღებლობა იმდენად ძლიერი სიგნალია რომ საზოგადოება კატეგორიულად ამბობს არას თან ყველაზე მე მგონი რა ხო და ამას სჭირდება ძალიან ძლიერი ასე ვთქვათ პიარი კი არა ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი აზრის შექმნა სპეციალური საშუალებებით რომ დაბალანსდეს და რომ ეს არ იქნას აღქმული ტრაგედიად. იმიტომ რომ ყველა ახალი ხელოვნების ესა თუ ის ნაწარმოები არ იწვევს ცალსახა მოწონებას, რაც არ უნდა კარგი იყოს ის კრიტიკოსების ჩანს და ხო და დღევანდელ დღეს პრობლემაც ერთ-ერთი პრობლემა ქანდაკების ეს არის რომ ასე აღიქვამს დამკვეთი რომ ქანდაკებას რო დადგამს ის იმ წუთასვე თუ კარგად არის გაკეთებული იმ წუთასვე იმ რეიტინგით უნდა შეფასდეს და იმ კატეგორიით როგორიც არის უკვე დიდი ხნის დადგმული დაუშვათ იგივე ну ესა თუ ის ცნობილი შედა დაუშვათ გოგის ვაჟაფშავრა და რაღაცა რა თუ ესე არ მოეწონა ხალხს როგორც ის მოწონს ესე იგი ეს არ ვარ ხო ამ დროს იმასაც დრო უნდა რომ რაღაცნაირად დაღვინდეს რა დრო უნდა და შესაბამისი აზრის ხო დაღვინება უნდა აზრის რა ცოჩურის არის ძალიან კარგი გაიხსენე გურამიშვილზე იმიტომ რომ მე მახსოვს ასეთი რაღაცა იყო რომ უჩას ქონდა დახატული პორტრეტი გურამიშვილის და იყო ესეთი ლოყე ღაჟღაჟა რაღაც ესეთი ტიპაჟი და მაგრამ ჩვეულებრივი აი თვითონ გურამიშვილი იმ პორტრეტში არ ჩანდა. უბრალოდ პორტრეტი იყო რა ეს დახატული და აი მე უკვე ბერძენიშვილმა რო გააცოცხლა გურამიშვილის იდეა. ფაქტობრივად იმ მონუმენტში გურამიშვილის იდეაა გაცოცხლებული და არა მაგალითად დაახლოებით აი როგორი იქნებოდა გურამიშვილი ეგეთიც და არ არის. აი უჩასთან ეგეთიც და და ხალხს ის ახსოვდა და ის იყო უბრალოდ თავი. თუ შეიძლება ასე ითქვას და აი ზუსტად მე უკვე ბერძენიშვილმა აშკარად გურამიშვილის სკულპტურაში მონუმენტში გურამიშვილის რაობა გამოაჩინა. ანუ აი ეს ქართული იდენტობა წინა პლანზე წამოწია და მანამდე აი შენ რაც ახსენე რომ თავიდან ესე არ იყო და ხელოვნების აი ამ ქანდაკების დარგმა რაღაცნაირად ეგ მოძებნა ძალიან კარგად. ნუ
რა თქმა უნდა სხვა დარგებსაც აქვს თავისი წვლილი, მაგრამ ყინულმჭრელი ხანდახან აღმოჩნდებოდა ხოლმე, აი როგორც გურამიშვილის შემთხვევაში და თან ძალიან არ მოეწონა ხალხს მაგის გამო. კიდე შეიძლება დავფიქრდეთ იმაზე, რომ თავიდან ვინც დაიწყო კანდაკება აქტიურად რა, აი ნიკოლოზ კანდელაკმა და იაკობ ნიკოლაძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ ეცოდინე, ანუ ისინი ვერ მიხვდებოდნენ, აი ვერ გათვლიდნენ ამ შედეგს, რა შედეგიც მერე დადგა. არა მარტო ისინი, ვერც სახელმწიფო წარმოიდგენდა და ალბათ ვერავინ რა. თუ აი ასე ძლიერად მოხდებოდა რაღაცნაირად ერის რაღაც თვითგამორკვევის საკითხში ასეთი მნიშვნელოვანი თუ გახდებოდა უშუალოდ ეს სპეციფიკა. ლევან, ასევე ძალიან საინტერესოა აი მაყურებლისთვის და საზოგადოებისთვისაც მე მგონი ეს დეტალი, ეს ნაწილი არის ესე თქვათ შეფარული სამზარეულოს ნაწილი, ანუ შიდა სამზარეულოს ნაწილი, როგორ იდგმება ზოგადად კანდაკება და რა ტიპის ინფრასტრუქტურას მოითხოვს, როგორი რთული პროცესია და აი მარტო სახელოსნო ასე ჭალებში, ვთქვათ, მარტო სახელოსნო რო არ კმარა, ასე ვთქვათ, აი ამის გასაკეთებლად ეს არის ცოტა ბურს მოცულია და მოდით შევეცადოთ აი სუბუქად რა თქმა უნდა ჩვენ ახლა იმას ვერ მოვაწყობ რაღაც იდეალურ იმას რაფია გიდი ვერ ვიქნებით, მაგრამ შეიძლება დაგვარათ, რომ წარმოდგენა შეექმნას ადამიანს რა ტიპის სირთულეა უკვე ასე ვთქვათ იდეა, რომელიც არსებობს განხორციელებული თუნდაც ესკიზის სახით, აი მე ის რომ აღმოჩნდეს ქალაქში, ან თქვათ სადღაც ბატონულ ადგილზე განთავსებული. ბატონო, ხო, იცი როგორი თემა? მე მომიწია დავით აღმაშენებლის განხორციელების ყველა ეტაპის, ასე ვთქვათ, მომსწრე და რაღაც მონაწილე ყოფილიყავი რა. სადაც შეიძლებოდა მერაბის გარდა მონაწილეობა მიიღო ამას. მე ვიღებდი სხვებთან ერთად მონაწილეობას და ასე დავინახე აი ბოლო შეიძლება ითქვას ბოლო მონუმენტის შექმნის პროცესი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა 10-ზე მეტი წელი იქნებოდა ეს, იმიტომ რომ და ეს 90-იანი წლების ეს ომი და ეს აშინელება დაემთხვა და თუმცა დაიწყო 80-იან წლებში და მოგეთ როგორი რაღაცა იცლევან აი კარგი კინო რო გადაიღო რა. ხო, იცით ახლა კინოსტუდიაში ვართ და იქ როგორი რამხელა წარმოებაა ეს კინოსტუდია და საერთოდ ქვია წარმოება და როგორც წარმოებას ისე უყურებს ყველა და შესაბამისი ბიუჯეტირებაც აქვს და ის და ბევრი ხალხი მონაწილეობს. აი ძალიან გავს კინოს გადაღებას, ძალიან გავს კანდაკების გაკეთება, იმიტომ რომ ჩართული არის აი რა ვიცი, ძალიან ბევრი სხვადასხვა დარგის ადამიანი რა. თან ეს ადამიანები ძალიან ხშირად აკეთებენ რაღაცა ექსტრემალურ სამუშაოს რა, მაგალითად ბრინჯაოს ჩამომსხმელები მაღალ ტემპერატურებთან, რაღაც მომწავლავ ნივთიერებებთან და რაღაც ეგეთ რაღაცეებთან მუშაობენ. იქ თავშოთ ფორმატორები დიდ წონებთან მუშაობენ და რაღაცა ამწეები და რაღაცები ჭირდებათ, ისინი რა ქვია, გამდიდებლები ხარაჩოებზე დადიან და მათაც რაღაცა მოგეთ მთლიანად არის რაღაცა ექსტრემალური პროცესი რა. ამას ჭირდება რთული მენეჯმენტი ძალიან, იმიტომ რომ ყველა თავისას უბრალოდ და ყველას თავისი პატივი უნდა მიაგო და შესაბამისად შეაფასო და ამ ყველაფერს უნდა მოუყარო თავი ისევ და ისევ ერთი ადამიანის მოსაწონი უნდა გახდეს, ვინც არის ამაზე პასუხისმგებელი, ანუ ავტორი. და ავტორი ხშირად ლიდერის როლს თამაშობს, ან ვერ თამაშობს. და მან არის პრობლემა რა, რომ დღეს შეიძლება არ იყოს ავტორი ლიდერის როლში და ვერ
შეასრულოს კომუნიკაცია დავშა ჩამოსხმელებთან, რომლებმაც რაღაცა სხვა ლითონით ან ვერ ჩამოაწყეს. ეხლა თუ ამას ემატება კიდე რაც ყველაფერს აქვს ეს დროის ფაქტორი და რაღაცა ვადებში ეს უნდა ჩაჯდეს, ეს არის უკვე ძალიან სერიოზული გამოცდა რა, იმიტომ რომ იმან უნდა ჩამოასხას დროზე, ამან უნდა მიაწოდოს, იმან უნდა მოიტანოს იქ ბრინჯაო არის საშუალებელი. სერიოზული თემა. ამიტომ არსებობდა დიდი კომბინატი და ეს კომბინატი მარტო საქართველოს კი არ ემსახურებოდა საბჭოთა კავშირის მნიშვნელობის იყო, როგორც სხვა ქარხნები საქართველოში ხო იყო სისაუზნაოს ნაჭი. ერთ-ერთი ეგეთი დიდი ქარხანა იყო სამხატვრო კომბინატი ლილოში ცნობილი, რომელიც იყო აწყობილი ბიზნესი. აი ხო იყო რაღაცა ქარხნები, რომლებიც აწყობილი ბიზნესი იყო და დღესაც არსებობენ იგივე პროფილით სერიოზული ბიზნესია რა რაღაცა. არ ვიცი კოკა-კოლა რაღაც ქარხანაზე დაფუძნდა თუ არ დაფუძნდა, მაგრამ ნუ არის რაღაც ქარხნები, ლიმონადის ქარხანა. ხო, რაღაც ლიმონადის ქარხანას დაფუძნდა და ეხლა კოკა-კოლა. ხო, ესეთივე დარგში არის რაღაც ღვინის ქარხნები, რაღაც ჭიათურ მარგანეცი, რაღაც მსხვილი რაღაცა საწარმოები, რომლებიც მაშინაც იყო ბიზნეს საინტერესო და ეხლაც ბიზნესი. ის რაღაც საბჭოთა ბიზნეს მოდელში იყო ჩასმული. ეხლა კაპიტალისტურ ეკონომიკას ემსახურება. კი ბატონო. ესეთივე მარგალიტი ქონდა სამხატვრო კომბინატი რა. სადაც ძირითადად იწარმოებოდა ქანდაკება. და ეს ქანდაკება მიდიოდა ექსპორტზე. სად მიდიოდა? საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იყო ერთი ლენინგრადში ესეთი ქარხანა, იყო კიდე სადღაც მე მგონი კიევში და სადღაც თბილისში. სერიოზული ბიზნეს პოტენციალი ქონდა რა, არაერთხელ მილაპარაკია მაგაზე. იმათთან, ამათთან, იმასთვის არ უნდათ. არ ვიცი მიზეზი რა არის, მაგრამ აი როგორც კინოსტუდია დაიქცა, ხო? ხო და ვერა ადგა ფეხზე კინოსტუდია, იმიტომ რომ საქართველოში იმდენი ფული არასდროს არ არის, რომ კინო გადაიღო და ერთ კინოს ვერ გადაიღებ, სულ უნდა კინოები იყო, რომ კარგი კინო გამოგიდგენს რა. ესევე არის ქანდაკებაც რა, სულ უნდა ამან იმუშაოს და სადღაც გამოანათებს. სადღაც გამოანათებს განსაკუთრებულ ძალისხმევას, სადაც ჩადებ იქ გამოანათებს რა, სადაც განსაკუთრებული დაკვეთა იქნება, განსაკუთრებული ინტერესი იქნება, იქ უფრო მეტი მობილიზაცია იქნება, მაგრამ საერთოდ რომ არაფერი არ კეთდება და დღეს უკვე ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ თვითონ ეს ქარხანაც არ არსებობს, ხო რაღაც კუსტარული რაღაცებია. ვიღაცას რაღაცა შეუძლია რომ ფეჩი ააწყოს, ვიღაცას შეუძლია რომ გაადიდოს, ვიღაცას შეუძლია ბრინჯაო ჩამოყოს. პიროვნებების ხო, აი რაღაცა ის არის რა, და არადა იყო სერიოზული ბიზნესი აწყობილი რა. ეს როგორც ბევრი სხვა რაღაცა, იცი რა მგონია, ლევან, ამაზე მიფიქრია რა და მე მგონი ახლა თლიანად ამის ბრალი ალბათ არ არის, მაგრამ გარკვეულწილად შემიმჩნევია მხატვრებშიც რა, ის სხვა თავი დამანება. მხატვრებშიც შემიმჩნევია ასეთი დამოკიდებულება და ალბათ მიზეზი ეს უნდა იყოს რა, რომ იმდენად საბჭოთა კავშირი იმდენად კარგად იყენებდა და აქტიურად იყენებდა აი ამ ხელოვნების დარგს, რომ საზოგადოებამ ეგეთი შეცდომა დაუყო. ეს შეცდომა მე მგონი რომ საბჭოთა კავშირის იდეოლოგიას დაუკავშირა ქანდაკება. ეს ახლა რბილად რო ვთქვათ, გაუნათლებლობაა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის 70 წელი არსებობდა და ქანდაკება არსებობს, მე მგონი 20,000 წელი. ხო და ანაიათ მოხერხდა გონებაში, ტვინებში, ხალხის ტვინებში. ამის დაკავშირება არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მონუმენტი დღესაც, აი, მონუმენტი უმრავლესობას გონია რაღაც ეს საბჭოთა გადმონაშთია, არა და ესეც არ არის ჩვენ კარგად ვიცით, პირიქით აი მეტის თქმაც შეიძლება, რომ მაგალითად ევროპული ტიპის ბაღი, ან რაღაცა ესეთი სარეკრეაციო ზონა, როგორც მაგალითად ბუჩქის და განათების გარეშე არ არის სრულფასოვანი, ასევე მაგალითად არ არის სრულფასოვანი იგივე სამგანზომილებიანი მხატვრული ფორმის გარეშე, ანუ ქანდაკების გარეშე. ეს იმდენად ერთ იმაში ჯგუფში ერთ კლასტერში გააზრებული საკითხია, რომ დასავლეთში ამას არც ყოფენ. და რა თქმა უნდა, არც აქ არ იყოფოდა ადრეც
აი რომ ნახოთ სხვა საბჭოთა კავშირის დროს ხო ბევრ რაღაცას იღებდნენ, აი მოკლედ ზედმეტ არტვინიკოსობდნენ, რაც აპრობირებული იყო და რაც გამართლებული იყო, იმის კოპირებას ახდენენ ხოლმე ხშირად და მე მაგალითად ვერც ვიხსენებ ადრე გაკეთებულ საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებულ ან ბაღს, ან რაღაც ეს სარეკრეაციო ზონას, სადაც ქანდაკება არ იდგა. ყველგან იდგა ხოლმე რა. აი ფაქტობრივად აი ახლა რო ვფიქრობ, ვერ ვიხსენებ სად იყო ისეთი ბაღი, მაგალითად, სადაც ქანდაკება არ იყო, ყველგან იდგა და მე ამან დაიკლო. და დღესაც იმიტომ დაიკლო რეალურად, რომ თითქოს არ ვიცი, აი მე ვარ აუც გამოთქვა, რომ თითქოს ეს ასოცირდება რაღაცა საბჭოურ გადმონაშთთან, რა. რაც ნუ რეალურად რა თქმა უნდა არაფერი საერთო არ აქვს. ეს უბრალოდ ენა და ამ ენაზე შეიძლება წარმატებით იმეთყველო თუ თუნდაც საბჭოთა იდეოლოგია, ან სხვა არამე იდეოლოგია, ან საერთოდ რაღაცა ინდივიდუალური თვითმარი რაღაც მიმართულებითაც წავიდეს. ვიცი, მანდ ახლა მე და შენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკაზე არ ვილაპარაკოთ. ხო, მაგრამ მაინც ქანდაკება ისეთი რაღაცაა, რომ გინდა არ გინდა საზოგადოებასთან მიმართებაში უნდა განიხილო და გადადიხარ პოლიტიკაში რა. აი რაც თქვით, რომ 60-იანელებმა რაც გააკეთეს, მათ რა ქნეს, რა რომ შეძლეს საბჭოთა დაკვეთით გაეკეთებინათ ქართული საქმე და ქართული ქანდაკება ამ შემთხვევაში, ხო? ზოგადად 60-იანელების ის იყო, რომ ასე ვთქვით, საქმე რომ საბჭოთა ფულით, უხეშად რო ვთქვათ, ქართული რაღაცეები ეკეთებინან და ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთდა რა, არქიტექტურაშიც, კინემატოგრაფშიც, თეატრშიც, ყველაფერში გაკეთდა ესეთი რაღაცა, ეს იყო ესეთი რაღაცა ოქროს ხანა იყო საქართველოსთვის რაღაცა კუთხით და აი ესე მოხერხდა საბჭოთა იდეის გარშემო და იდეა იყო თავშოთ საამურო ომში გამარჯვება ხო რაღაც. მეორე მსოფლიო ომში დავარკვათ რა ახლა. ძველმოდურად ამ საამუროს. მეორე მსოფლიო ომში 1941-1945-მდე ეს წარწერები ყველა სიტუაცია ჰქონდა მაშინ გამარჯვებას მიეძღვნა აი დავუშვათ კიდევაც დაიზრდებიან. ან ქუთაისის მემორიალი მერაბის ნამუშევარი. რა ახლა იქ პირდაპირ ზეჭაბუკი ჰქონდა გაკეთებული, ცხენზე ამხედრებული და იქ რაღაცა ალეგორია წმინდა გიორგისთან და იქ მინიშნებებია, რომ 6 მაისს დამთავრდა ომი და წმინდა გიორგი გაიმარჯვა და იქ დრაკონი და ამიტომ ბევრი რაღაცეები იყო ჩაქსოვილი ამ ვითომ საბჭოთა თეატრში. მე არ ვამბობ ამის ხატრულ ღირებულებაზე არ შევაფერხ ახლა ამ შემთხვევაში და რაღაცა სხვა კუთხით არ მინდა შევაფასო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ აი ეს ქართული საქმე, რომელიც გაკეთდა მაშინ, თუნდაც რა ვიცი მე, აი ისევ საბჭოთა ფული არ იყო, რითაც გაკეთდა დავუშვათ აიეტის ქანდაკება აფოთის გზაზე. ხო? მაგრამ აიეტის ქანდაკება, აიეტი მეფეს ქანდაკებაა და იქ რაღაცა შინაარსია და ბოლო-ბოლო ეხა ამას ხო ეროვნული მნიშვნელობა აქვს, არა, როდესაც ამდენი საუკუნით ადრე არსებულ რაღაც მეფის ქანდაკებას განხო. ხო და ჩვენ მოვახერხეთ, რომ აი ეს ქართული საქმე მიგვება საბჭოთა რაღაცა იმისთვის მატარებლისთვის და გაგვეშვა ხევში რა და წაიღო ამან ძალიან დიდი ქართული საქმე წაიღო, დიდი მიღწევა, დიდი გამოცდილება, სკოლები შეიძლება ასე ითქვას და ახლა გადის დრო და კიდე ამას ვებძვით და კიდე ამაზე გვაქვს ლაპარაკი. რატო? ახლა მე მგონია, იმიტომ რომ თვითონ აი ეს ქართულის წინააღმდეგაც გარკვეული ტიპის მოქმედებები მიდიოდა, რა ვიცი, როგორ არის. შეიძლება ეს რაღაც განზრახვითაც არ არის გაკეთებული ვიღაცების კონკრეტული განზრახვა არ იყოს, მაგრამ საერთო ჯამში ეს ხო, ეს ქვეყნის საქმე ქუჩდება რა. და ქანდაკებაზე როდესაც ლაპარაკობ და მაშინ
გინდა არ გინდა ქვეყანაზე გიწევს ლაპარაკი და საქვეყნო საქმეზე, იმიტომ რომ ესეთი მასშტაბის ხელოვნება ეს. ხა არავისთვის საწყენი არ იქნება თუ ვიტყვით ამას, რომ ქანდაკებას შეუძლია მონუმენტურ ქანდაკებას შეუძლია აი ამ მასშტაბის რეზონანსის შექმნა, რა. აი არქიტექტურასაც ხო შეუძლია, ხო მნიშვნელოვანია არქიტექტურა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას ფუნქციაც აქვს. აი ეროვნული მნიშვნელობის ტაძარიც რომ ააშენო, ხო? მაინც ფუნქცია მუშაობს იქ და არა ფორმა. და აქ კიდე მარტო ფორმით აკეთებ ამას და მარტო ფორმა იწვევს აი ამ დიდ რეზონანსს და დიდ ჟღერადობას, იდეის ჟღერადობას რა. ხომ ტაძარი განზრახ თქვი, იმიტომ რომ ამაზე მეტი რა შეიძლება ხო რა უნდა იყოს. ხა თუ სპორტის სასახლეს აკეთებ, ან ხიდს აკეთებ ან რაღაცა, ხო, ну უბრალოდ ხიდი გჭირდება და ეხა კარგი ხიდი გააკეთე თუ ცუდი ხიდი გააკეთე, ხიდია და გადადიხარ. მუშაობს ის. ხა ეროვნული მნიშვნელობის ხიდი მისი ასე ვთქვათ ფუნქციიდან გამომდინარე თუ არის თუ არა და ის რა. ქანდაკება კიდე ის რამეა რომ არანაირი ფუნქცია არ აქვს გარდა აი ამ იდეის გაჟღერების რა. კი, ასეა ნამდვილად. თან ალბათ აი ისეთი რაღაცაა რომ იგივეს ვიტყვი ოღონდ ცოტა სხვა მხრიდან რომ ერთადერთი ასე ვთქვათ აი ეს ყარი მატერიალური სახე რო აქვს ძალიან ესეთი და ამასაც ვიტყოდი აი უხეში ფორმითაც რო არსებობს ან უხეში ფორმითაც იმიტომ რომ სამი განზომილება რა და ჩვენს გვერდით არის ობიექტი რომელსაც არაფერი არ ავალია თუ შეიძლება ასე ითქვას გარდა იმისა რომ ჩვენი ფსიქოდამოკიდებულება გამოავლინოს რაღაცა ტიპის ცნებებისადმი. რა თქმა უნდა ეს არის რაც შენ თქვი აი ამ დონის ასე ვთქვათ მასშტაბს აღწევს მე რომ ანუ შეუძლებელია მე რომ მნიშვნელობა არ მიაქციოს ადამიანს. მაგრამ კიდე მინდა ასეთ რაღაცას შევეხო რომ ჩვენ ვერ გავექცევით ალბათ ამ რეალობას აი რაც მოვყვებით ახლა აი ამ რეალობის შემდეგ ცხოვრობთ უკვე 36 წელია რაც ასე ვთქვათ აი ეს რეალობა დადგა რა რეალობაში ახლა ვართ ანუ აი ეს რაღაცა მუშა ასე ვთქვათ ავად თუ კარგად მუშა და უფრო კარგად იყო რა თქმა უნდა ამ ხრივ რაღაცა პირობები იყო რომელიც გაქრა რეალურად და დღეს არის ისეთი სიტუაცია რომ ფაქტიურად აი იმის ნანგრევებია აი ჩვენ სადაც გვიწევს მოძრაობა და რაღაც გაკეთება და მე მინდა აი ესეთი კითხვა დააგისვა აი ეს ასოციაციას შეეხება ჩემი კითხვა რომ ფაქტობრივად რაღაცა მსგავსი უნდა გაკეთებულიყო რა იმიტომ რომ იგივე რაღაცა რო არ გაკეთებულიყო მაშინ ფუნქციას დაიკარგებოდა საერთოდ რა ხო და გარედან ასე ვთქვათ აი ესე ჩანს იმიტომ რომ ბევრს აუნიშნია ჩემთვისაც ბევრს უთქვამს და მეც იგივეს შეგრძნება მაქვს რომ იმ საშუალებებით რა საშუალებებიც დღეს არის ხო ფაქტობრივად დარგის მაფუნქცირებელი როლი აქვს ასოციაციას რა იმიტომ რომ აი მაგალითად სამხატვრო აკადემიაში არის ქანდაკების მიმართულება და ბავშვები, სტუდენტები, ბავშვებს ეძახის რა. სტუდენტები პედაგოგებთან ერთად რაღაცას იკვლევენ, ასე ვთქვათ რა. რაღაცას ცდილობენ და ეს არ არის სინამდვილეში საკმარისი. იმიტომ რომ ეს ისეთი პროცესია, რომ იქ რო რაღაცა მოხდება, მე ეს სადღაც უნდა აირეკლოს. რაღაცაში უნდა აირეკლოს. რა თორე ის სიცოცხლის უნარიანობა არ აქვს. რაღაც რო წარმოვიდგინოთ აი პლუსის და მინუსის თემა რა იგივე დღე და ღამე ან და ბევრი არის ეს რაღაც დუალისტურია რა და რა თქმა უნდა ეს არსებობაც დუალისტური უნდა იყოს რა უნდა იყოს საწყისი და მე უნდა იყოს ამ საწყისის შემფასებელი და ასოციაცია აღმოჩნდა აი ამ ფუნქციას ასრულებს ძალიან კარგად რომ აი ამ აქტივობებს და არა მარტო სტუდენტების რა ზოგადად ბევრი მოქანდაკე გვაქვს ჩვენ საქართველოში და
მათ აქტივობებსაც საშუალებას აძლევს, რომ ეს არ იყოს ფუჭი რაღაცა არსებობა რა და მარტო იმის იმედად ყოფნა, რომ აი მე რაღაც მნიშვნელოვან რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ სახელოსნოში ვაკეთებ მარტო. და საშუალებას აძლევს საზოგადოებას იმისას, რომ ხალხს გააცნოს და ანახოს და კიდევ რაღაც ახალი იდეების გენერირება მოხდეს მოქანდაკეებშიც და მხატვრებშიც და საზოგადოებაშიც და მინდა აი ეს რაღაცნაირად მოყვე როგორ დაიწყო ეს ან რა იდეით დაიწყო დაახლოებით კი ხვდები რა იდეითაც უნდა დაწყებული მაგრამ აი რაღაცნაირად საინტერესოა მისი არსებობის ამ ასოციაციის არსებობის შესახებ ინფორმაცია ხო იცი რა ეს ასოციაცია ნუ აქ უნდა ეხლა ჩვენ რადგანაც მეც და შენც ამ ასოციაციის წევრები ვართ და რეალურად ეხლა სოფო გვაკლია და ეს არის ჩვენი ასოციაციის ბირთვი ხო? ეხლა ჩვენი მეგობრები მეკაც და უფროსებიც უმცროსებიც ყველანი ჩართულები არიან, მაგრამ სულ ესა ვართ რა. და მთელი ამბავი ამაში არის ის, რომ 2000 რომელიღაცა წელი იყო, მე მგონი 7-8 რაღაცას მოძრაობდით, ვაკეთებდით და სამმა კაცმა ვადო გორგაძემ, გელა იორდანიშვილმა და მე გადავწყვიტეთ, რომ მოდი ერთი ასოციაცია გავაკეთოთ იმისთვის, რომ არსებობდეს არა კომერციული, არა ბიზნეს ორიენტირებული, არა ფირმა, არა კომპანია, არამედ რაღაც საზოგადოებრივი ერთეული, რომელიც ქანდაკებას და არქიტექტურას რაღაცა დაეხმარება. ნუ აი რაც ჩვეულებრივი ასოციაციის წესდებაში უწერია, რომ ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას და ასე. მაგრამ ეს იყო მაშინ რა 2000-იანებში იყო და უბრალოდ ეს ჩამოყალიბდა რაღაც რამდენიმე ცდელობა ჰქონდა და მეორეჯერ ასე ვთქვათ თავიდან დაიწყო სიცოცხლე, როდესაც გავიგე რომ არის შეხვედრები კულტურის სამინისტროში, ჩვენი მეგობარი ზვიადი დამხვდა შეხვედრაზე, მივედი და იქ იყო 2015 წელია თუ 2014 იყო ლაპარაკი კულტურის პოლიტიკაზე და რაღაც 10 წლიან გეგმაზე და რაღაცა და როგორც არქიტექტორები მე და ჩემი მეგობარი მივედით, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ რაღაც არქიტექტურული კომპანია ქონდა და მაინტერესებდა თინეტა რა ხდება რა. და უცბად ხედავ რომ არის 10 წლიანი გეგმა კულტურის განვითარების და ქანდაკება საერთოდ არ წერია ამ გეგმაში რა. ხო და ნუ კიდე კაი ზვიაც ვიცნობდი ადრე და ზვია თვითონ ავთამჭედლიშვილის შვილია და თვითონ მოქანდაკეა და რაღაცა და მეთქი ზვიად რა ხდება. ხო ჩვენი მეგობარია რა ზვიადი რა მეთქი რა ხდება ზვია აი რა ვიციო ესეო რაღაცა და მოქანდაკეებსო არაფერი არა აქვს ისეთიო რომ რაღაც მიმართოთო რა ესე პირდაპირ რომ რაღაც მონაწილეობა მიიღონო და რაც ორგანიზაციული ხო რაღაც ორგანიზაციული ნუ მოკლედ ის რაღაც ხო სისტემაა სამინისტრო რაღაც ისა დაწესებულება და რაღაც დაწესებულებას უნდა მიმართოს და ხო როგორც ჩანს ვერ მოძებნეს ვერაფერი და დაანებეს თავი რა მოთხარი ორ დღეში რამდენი კაცი მოვიხვდა მითხარი იო როგორ არა ჩვენ პირიქითო გაგვიხარდებაო რაღაცა ვიმსჯელოთო რაღაცა ეს ყველაფერი დარჩა ისევ და ისევ მსჯელობად საუბრად ლაპარაკად მაგრამ ეს იყო პირველი რაღაცა შეკრება გამოვლინება აი ამ ხალხის შეკრების მე რამდენიმე ცდელობა იყო ესა ისა მე მერიაში ცდილობდით რომ რაღაცნაირად ქანდაკების საკითხი გაგვეცოცხლებინა და საკმაოდ კარგი შედეგები იყო ის რომ ჩამოყალიბდა კომისიები, ჩამოყალიბდა ამ კომისიებში ჩვენი ასოციაციის წევრები იყვნენ კომერციის შეფასებას, კრიტერიუმებზე, ბიუჯეტებზე, რაღაცებს მოკლედ ბევრი ვიმუშავეთ აი ამ რომ რაღაცნაირად ეს დაგვებრუნებინა მეტნაკლებად რეალობაში. მე ასოციაცია კიდე გამოდგა არაერთხელ ქანდაკების დადგმის პროცესში რა, რომ იქ ისევ და ისევ ორგანიზაცია საჭირო შემფასებელი მონიტორინგისთვის, პასუხისმგებლობისთვის, რომ აი როგორ კეთდება, ვინ არის კომპეტენტური რაღაცა და ამ კუთხითაც იმუშავა ასოციაციამ და ნუ აი ბოლო წლებში ეს უკვე ბოლო რამდენიმე წელიწადია კოვიდის მერე, რომ ყოველწლიურად
ვაკეთებთ რამდენიმე გამოფენას და საინტერესო გამოფენები იყო ძალიან 100 წლის თავისადმი მიძღვნილი ქართული ქანდაკების 100 წლის თავისადმი მიძღვნილი იმის კანდელაკის ახსოვს? კი, როგორი ინტერესი იყო ეს ნამუშევრები გამოვიდა და სტალინის ფიგურა რომ მოუძებნეთ და ავაწყოთ ეს ძალიან საინტერესო იყო. ხო და ბევრი რაღაცა ძალიან საინტერესო. რო არა ჩვენი უბრალოდ შენი სტუდენტების ჩართულობა და ინტერესი ხო ჩვენი თაობის საკეთებლიდან ამას მარტო ვერ გავაკეთებ. ვერ რა თქმა უნდა. სტუდენტების ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან დიდი იყო, მათი ენერგია, მონდომება, ინტერესი. ხო და რა ვიცი, მოკლედ აი ღვთის შეწევნით ეს საქმე ესეთ ღეშია რა. ხა ისე გამოდის რა, ვზივართ ხა ორი ლევანი და რაღაც ჩვენ გაკეთებულ საქმეზე ვლაპარაკობ. არა, ისევ მინდა ვთქვა, რომ რო არა შენი პოზიცია როგორც მასწავლებლის და როგორც მენტორის. ხო დღეს უკვე აი ქართული ქანდაკების თავარი ბაზა აკადემიაში რაც არის ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა რა. იმიტომ რომ მე ხო ვიცი რა მხელა ეხაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ზოგადად აკადემია ძალიან ისეა სამწუხაროდ რა. იმისთან მიუხედავად რომ ჩვენი მეგობრები და ნაცნობები დიდ ძალისხმევას აკეთებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ უნდა გაძლიერდეს უფრო ეს ინსტიტუცია და ქანდაკების ფაკულტეტი განსაკუთრებით. აი ქანდაკების ფაკულტეტით შეიძლება აკადემიის გაძლიერება, თუ შეიძლება გაძლიერება რა, იმიტომ რომ ეს არის თავარი. სულ ესე იყო რა, ერთ-ერთი სვეტია, რომელზეც ქანდაკება აკადემია დგას. ეს არის არქიტექტურა, ეს არის ქანდაკება და ეს არის მხატვრობა. დანარჩენი ყველა დარგი აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და მაღალ ასე ვთქვათ შედეგებსაც იძლევა, მაგრამ ეს არის სამი სვეტი, რომელზეც ხო, სახვითურობაში არსებობს ფერი, არსებობს ხაზი და არსებობს ფორმა. და ეს არის რა, ასე ვთქვათ, და არქიტექტურა არის კიდე ამის ფუნქციური გამოვლინება რა და რა თქმა უნდა ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და არქიტექტურა ეს არის ის სვეტი, 4 სვეტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რა გრაფიკა დაამატე ხა. კი ბატონო, ეთახები რომ დამოჩ. არა, შეიძლება ხო გრაფიკის აი ამ იმაში ჩასვლა, მაგრამ ხო, ნუ ხატვის ამბავში თუ ვიტყვით რა, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან დიდი მიმართულება კი არა, უზარმაზარი სივრცეა გრაფიკად. ზოგადად, მაგრამ ნუ დღეს ახლა ყველაფერი რომელმაც ხო ყველაზე ალბათ ყველაზე ნაკლებად დაზიანდა სხვათა შორის აი ამ რყევებში გრაფიკა, იმიტომ რომ აი ვაკალდი აქვს, კიდე რაღაცა ციფრული ხატრობა აქვს რაღაცა და თანამედროვეობასთან უფრო თანამშრომლობს სხვათა შორის. ვიდრე მაგალითად იგივე ჩვენ ამ თქვათ ფერწერა. ხო, არქიტექტურაც ცხადია, ფუნქციურია და მასაც ასე ვთქვათ მეტ სიცოცხლის უნარიანობა აღმოაჩნდა ვიდრე სხვა დარგებს. თუმცა აი რაც შეეხება არქიტექტურას, ხო, ძალიან საინტერესო ამბავია მანდაც იმ მხრივ რომ თვითონ ფუნქციურობამ არქიტექტურის აი ამ თვისებამ თუ მახასიათებელმა ძალიან ადვილად გახადა ის გლობალური და საერთაშორისო. დღეს თანამედროვე არქიტექტურა არის რაღაცა თანამედროვე საშუალებების და ტექნიკების გამოყენების ცოდნა რა. მოთხოვნილებების და მასალების და რაღაცა. ამდენი კვადრატი ესე განათდება, ესეთი მასალით რაღაცა და მერე ნუ ეს ყველაფერი გადაითვლება თანხებში და ნუ ბიზნესია და ასე. ხო, მაგრამ ის თავარი კომპონენტი რაც ხელოვნებაშია ის არ უნდა დაიკარგოს. რა თქმა უნდა. აი შემოქმედებითობა არა რაღაც გეგმარების ოპტიმიზაციაში, არამედ აი მთავარ
ღირებულებების გამოთქმაში, რაც ზოგადად ხელოვნების ის არის რა საქმე, ასე ვთქვათ, რომ თავარ ღირებულებებს ემსახუროს. რა არის თავარ ღირებულებები, ხო? ეს არის ღვთის დიდება და ღვთის მეტყველება რა, რეალურად. გვინდა არ გვინდა ეხლა როგორც მოწმუნე ადამიანთ, როგორც მოწმუნე ადამიანთ, როგორც არ უნდა ვატრიალოთ ეხლა ჩვენ ეს, ხო? აი ქართულ ქანდაკებაშიც და ზოგადად ქანდაკებაში, აი რა მოხდა, აი რა იყო დავუშვათ აკადემია საქართველოში, ხო? ეს იყო საბჭოთა იდეოლოგიის უკვე დამუშავებული იდეების მხატვრული გამოხატვის ცენტრი. ანუ იდეები მუშავდებოდა მოსკოვში, ჩამოდიოდა დამუშავებული საბჭოთა იდეები და ეს იდეები უნდა გეკართულებინა და რაღაცა ადაპტაცია გაეკეთებინა, მაგრამ იდეა უნდა ყოფილიყო და უნდა გამოთქმულიყო ფორმაში, ვერში და ასე შემდეგ არქიტექტურაში. ეს იყო აკადემიის ის, ეხლა ეს საბჭოთა კავშირი დაიშალა. ეს მოდელი გაქვს. კარგი. ხო. და აი ამ იდეის გარეშე დარჩენილი ხელოვნება დაიწყო რაღაცა ყევები, ძიება. ზოგმა თქვა რომ საერთოდ იდეას მნიშვნელობა არ აქვს, ზოგმა თქვა რომ იდეა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და ფორმა საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა და მთავარია რაღაცა ხატი დაწერო და ხო? და ეს კანონიკა დაიცვა რაც ხატწერაშია და საერთოდ ხატვა არ უნდა იცოდე და რაღაც, ხო? ანუ ზოგმა ისე მთავარია რაღაცა რაც გინდა ის ხატო და და რაღაცა და ამ დროს ანუ იდეების რადიკალიზაცია. ხო. რაღაცა ის საშუალო, რომელსაც ასე ვთქვათ, რაღაც განსაზღვრავდა იდეოლოგია თითქოს, მაგრამ რადგან ეგ გაქრა, მე ეს რაღაც ჩვენ აუზი ბევრი გვაქვს ლაპარაკები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა ალბათ ეგ რომ ალბათ ვერ დარჩება ამ აი ეს დიდხანს ვერ გაძლებს რა მე ესე მგონია რომ დიდხანს ადამიანი ესე ვერ გაძლებს იმიტომ რომ სხვათა შორის ძალიან დიდი იმედები ხონდა ადამიანს რომ როდესაც მამას დაკარგავდა ასე ვთქვათ პატრონს რა ხელოვნებას ამის იდეა ჰქონდა და ამის ილუზია ჰქონდა შეიძლება ითქვას რომ აი დავკარგავ იმას ანუ გავიქცევი პატრონისგან და რასაც მინდა მე იმას გავაკეთებ მე და კი ბატონო გაიქცა და ვერაფერი ვერ გააკეთა. და ეხლა ზუსტად ის ეპოქაა, რომ ამის გაცნობიერება ხდება, რომ ხალხმა ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, რა. აი ესე ჩვენთვის რომ დავჯექით და რაც გვინდოდა ის რო გვეკეთებინა და რო დავჯექით მართლა და გავაკეთეთ, არაფერი არ შევჭახეს. იმიტომ რომ ზოგი იქით გარბის, ზოგი აქეთ გამურბის, მე თან ხელოვნება ხო ის რაღაცაა, რომ რაღაცას უნდა ემსახუროს, აი შენ რას თქვი რა, იდეაში ან უნდა ემსახუროს რაღაცა იდეოლოგიას საბჭოთა კავშირის ტიპის მსგავს გარემოში ან კიდე ხო რაღაც საშინელებაში რაღაც პლაკატები უნდა აკეთო შრომელების და მუშების ან ეგეთი რაღაც უნდა იყოს ან კიდე სხვა როგორც მაგალითად უფრო ადრე იყო რომ ეკლესია და სახელმწიფო ასე ვთქვათ აძლევდა ნიშნულებს ამ ნიშნულებით უნდა წასულიყო სხვა შორის ამაშიც ძალიან ის არის ეს საკითხი ზოგადად ცუდად ბუნდოვანია დღეს და რატო არ იცი ბუნდოვანი რომ აი მაგალითად ეს მომენტი არ მოწონს ძალიან ცოტას მოწონს ეს მომენტი მაგრამ იმ ეპოქაში გაკეთებული ნამუშევრები მოწონს ხო ხო ისეთი რაღაცაა რა უნდა დავფიქრდე რა იმიტომ რომ ეხლა უკი მოგწონს მაგალითად სიქსტის კაპელა ან თქვა რაღაცა სხვა კიდე ავრელიუსი ხო ის ციდან არ ჩამოვარდნენ რა ანუ ძალიან ისეთი ორგანიზებული ჯგუფები განსაზღვრავდნენ აი ამის მოთხოვნას რა ხო ანუ დავუშვათ ფარაონის ხო რა თქმა უნდა ისეთი რაღაცა რა ალბათ გარდაუვალ, მაგიტომ გონია რომ გარდაუვალია რომ რაღაცა ტიპის გაერთიანება, იდეის გარშემო გაერთიანება უნდა მოხდეს ალბათ და მოხდება, იმიტომ რომ ადამიანი ისეთი არსებაა რომ ვეჭობ რომ ესე ტურბულენტულ გარემოში დიდხანს გაძლევს. იცი რა ეხლა ასე ვთქვათ ვისარგებლებ
შემთხვევით. აი ღანის კონკურსი რაც არის და ზოგადად ეს ღანის მოძრაობა, რაც არის სწორედ მაგას ემსახურება და ჩვენი იდეაც ეგ არის, რომ შინაარსი დაუბრუნოთ ხელოვნებას რა. და რაღაც ხმამაღალი ნათქვამია და ცოტა არა პირდაპირ არის კი. ცდილობაა რომ აი შინაარსი დაუბრუნდეს. ხა ბავშვებს ეუბნებით რომ ბავშვებს რა ისევ ხო ახალგაზრდებს ეუბნებით რომ სიყვარული არის მთავარი ხო ჩვენ კი არ ეუბნებით ამას სახარება ამბობს და ერთი ამბობს რომ სიყვარული მთავარია და აი ამ ყველაზე დიდ იდეას მოდი რაღაცა ჩვენს ვეცადოთ რომ პოზიცია გამოვხატოთ და მემსახუროთ და ხო და სხვა შორის მაი სულ მაგას ვამბობ რომ გასაოცარი გამოხმაურება გქონდა შარშან არ ვიცი ძალიან მაგრამ მე მგონია რომ ხა რომ ვაკვირდები წელსაც ხო იმიტომ რომ ლოგიკურია რომ ხა მეც რომ წარმოვიდგენ ჩემ თავს რომ აი დავუშვათ 20 წლის ან 25 წლის და ახლა ვიწყებ ხატვას თუ ძერწვას თუ რასაც ვიწყებ ხო რაღაც ჩემი შემოქმედება მინდა რაღაცას მიუძღვნა ხო ეს რა ჩემ თავს ხო არ მიუძღვნია რა რაღაცას მინდა რომ ვთქვათ ვემსახურო ცუდი სიტყვაა მაგრამ აი მიუძღვნა რა ეს ჩემი ნიჭი ჩემი შესაძლებლობა ჩემი ენერგია ჩემი ახალგაზრდობა იქნება ეს თუ რაღაცა მოკლედ რაც ვიღაცას მინდა რომ მივართვა რა და ხა სამშობლოზე და ღმერთზე მაღალი ხო არ არის რა იდეალი რომელიც ჩვენ გვაქვს თუ საერთოდ არა გვაქვს იდეალები და ეგეთი ტიპები ვართ ნუ კარგი ბატონო მაშინ ურავის ნუ მივუძღვნით და რაც გვინდა ის ვაკეთოთ კი ბატონო ანუ ეგეთი რამეა რა ეგ უკვე პირადი არჩევანია ხო მაგრამ თუ გინდა რომ ვიღაცას რაღაცა გაუკეთო ხო ჯობია ყველაზე მაღალ ეგეთში ის ქნა და ნახოთ არ ვიცი რა გამოვა მე იცი რა ზოგადად ხვალ რა იქნება ჩვენ არ ვიცით ჩვენ სად ვიქნებით რა იქნება მაგრამ თუ უწერია განვითარება და ჩვენი ქვეყანა თუ იქნება კიდე ხო აუცილებელია ამ ქვეყნის რაღაცა საზღვრების არსებობა რა როგორც ფიზიკური საზღვრების არსებობა ასევე კულტურული საზღვრების არსებობა და აი კულტურულ საზღვრებში სწორედ არის ეს ხმადაღებული იდენტობის თემა რა რომ სად იწყება და სად თავდება ქართული ერთები რა ხო რა არის ეს ქართული აი ქანდაკებაში ქართული რა არის კარგად გამოჩნდა კი ბატონო აი იმ პერიოდში დიდიაც დავიწყეთ საუბარი ასევე სხვა დარგებშიც რაღაცები გამოჩნდა არა 60-იან წლებში არამედ მე რაღაც მაგრამ აი ხალ რაღაც ჯუდოისტებმა კიდე ერთი ოქრო აიღეს და მაგარი რამეა რა აქვთ ის კაშკარად ქართული სკოლა ჯუდოს აშკარად არის კი აი ესეთივე სკოლა გვაქვს ქანდაკებაში რა კი ბატონო უბრალოდ სოფლიო ჩემპიონატები არ დავდება თორე ოქროს მედლებს აი იღებს ეს ხალხი სიმპოზიუმებზე თუ მეებზე რა ქვია რაღაც ვორქშოპებზე თუ რაღაცებზე იღებენ ასევე ოქროს მედლებს რა როგორც ძიუდოში რა უბრალოდ ძიუდო ამ ადამიანებს ესმით რა აი ჟურნალისტებს ესმით ძიუდო მოკიდა ხელი წააქცია იგივე ჯაუტარ ბახ აქ სხვა რამეა რა უბრალოდ ცოტა ესეთი რაღაცა მე ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ კიდე გავაგრძელებთ მსგავს ტიპის საუბრებს. დიდი მადლობა შეედევანდო რაღაცა. ხო, ნუ მოკლედ რა კარგია. ახონდის. კარგად ზანდებოდეთ. ახონდის.